საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი გახდა. მას მხარი სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. ბერძენიშვილი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი გენერალური დირექტორია. 6 წლიანი უფლებამოსილების ვადა მას სექტემბერში ეწურება. 2026 წლის 1 იანვრიდან თინათინ ბერძენიშვილის ხელფასი თვეში 15,000 ლარია. რატომ დასაჯეთ თქვენი თანამშრომლები მაგალითად პოსტების გაშიარების გამო? ეს თქვენი ასე ვთქვათ პოზიცია ესეთი, რომ თუ ადამიანი რომელიმე თანამშრომელი პოსტს გააშიარებს, ამიტომ თქვენ თავს აძლევთ უფლებას, რომ მას დაუქვითოთ მაგალითად მესამედი ხელფასი. დაპირება რომ თქვი მე აღარ შევიცვლები და კი ასე ვაპირებ კვლავ გაგრძელებას, კიდევ ესე მოვიქცევი ბატონლაშე, ესე ცუდად. ჩემს სოციალურ ქსელში პოსტი დავწერე, ეს აპრიორი არასწორი. ეს ნიშნავს შენ საჯარო სივრცეში შენ თავს მიეცი უფლება, გამოხატო მიკერძოებული აზრი, რისი უფლებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთ თანამშრომელს არ აქვს. ძალიან ცუდი როა ყველაფერი. ეს ისედაც ვიცოდით, კაცო, 4-6 წელი ამას ვისმენთ, ჩემც ახალი არაფერი არ არის. არც ველოდებოდი თქვენგან ქებადიდებას, ეხლა ღმერთმა დამიფაროს, არანაირად. აცხადებს რეპორტიორების საზღვრებს გარეშე, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაკარგა სარედაქციო დამოუკიდებლობა და მთავრობის კონტროლის ქვეშ მართველი პარტიის პროპაგანდისტულ პლატფორმად გადაიქცა. აი მას რას უპასუხებ? თითოეულ კორესპონდენცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან კი ვაპირებთ, რომ კონდეს და ვიცით, საქმის კურსში ვარ და გვაქვს კომუნიკაცია და ისევ და ისევ ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივი წინააღმდეგ იყო დაგეგმილი და კარგად განხორციელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, კი ნამდვილად ამ ორგანიზაციის მიმართ.